საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწვევის ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობა ექნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში, რა თქმა უნდა, რაიონული საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ იარსებებს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნება შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს ამის თაობაზე პოსტფაქტუმ ასე ვთქვათ მოსამართლეს. უცხოელის საცხოვრებელი ან და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიცირება, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.